გამარჯობა ხალხო, ეხლა ჩემი აბიჯრის გარეშე ვარ, ჩემი სამზარეულოდან წერა მას. დღეს მთელი დღე გარეთ ვიყავი, ხან თოლში გვირაბებს ვთხრიდი, ხან სახლის გადათოლვას ვადევნებდი თვალყურს. ბოდიში ცოტა ეს ჩვენთან დაბანად ძვირი სიამოვნება გახდა, ძვირი ფინანსურად კი არა, რომ არ გვაქვს წყალი. ფიზიკურად არ გვაქვს წყალი. და სამი დღე ერთი ჯემპრით დავდივარ, ასე რომ რა ვიყოთ, ეს ყველაზე ნაკლები პრობლემაა აბსოლუტურად. მოკლედ, როგორც ვამბობდი სულ პირველ ვიდეოში, იგი უნდა გავიმეორო. პატრონი არ ჩანს, უფრო და უფრო მძიმდება სიტუაცია თოვსთან ერთად სხვათა შორის, იმიტომ რომ თოვლი მძიმდება სახლების სახურავებზე და ახლა უკვე 8 სახლის ჩანგრევის ამბავი გავიგე. მარტო დღეს კიდე რამდენს გავიგებთ არ ვიცით, ბოსლების აკათმეები ეს შემდეგ არ ითვლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია აკაური მოსახლეობისთვის. როცა ვახერხებ ხოლმე ჭიშკრიდან გადასვლას, მეზობლის ჭიშკრიდან ჩემ ჭიშკრამდე, ბოლომდე ვერ მივედი, ბოლომდე ვერ გავიყვანე გვირაბი. მეზობლის ჭიშკრიდან გადასვლას როცა ვახერხებ ხოლმე და მაღაზიაში ჩავდივარ, გზაში ვინც მხვდება, ყველას ვეკითხები, საიდან ხართ, როგორ ხართ, რა სიტუაციაა თქვენთან. და ზემო ფარცხმიდან იყვნენ გუშინ ჩამოსულები, ზემო ფარცხმაში არა აქვთ შუქი, უკვე რამდენიმე დღე არა აქვთ შუქი, არა აქვთ წყალი. გზები არ არის გაწმენდილი. დღეს ვნახე პოსტი ხადია ციხელაშვილის თუ არ ვცდები, რომელმაც გამგებელს დაურეკა და იმან უთხრა, რომ გზები გაწმენდილია, თუ რაღაც ამდაგვარი, მაგრამ არ ვიცი. არა, გზები არ არის გაწმენდილი. მიუხედავად იმისა, რომ ეს დღეები არის ემოციები ძალიან დატვირთული, ეს ემოციები რო გადაივლის, არ უნდა გავაყოლოთ ფაქტები. უნდა ვთქვათ სიმართლე. სოფლების უმეტესობაში გზები არ არის გაწმენდილი. რაც სოფლების უმეტესობაში ცენტრშიც გაჭირვებით ჩადიხარ, მე დაბა ჩოხატაურის ცენტრს გულისხმობ. გაჭირვებით ჩადიხარ, უნდა იყო ძალიან ფრთხილად, რომ ფეხი არ დაგიცდეს, მანქანი, ჩვეულებრივი მანქანი დგას სლოზე, ზედმეტია აბსოლუტურად ლაპარაკი. არის მარტო მაღალი გამავლობის მანქანები და ეს სამანქანო ზოლში დადიხარ და მანქანა რომ მოდის, მე თოვლის ნამქერში გადადიხარ, რომ ახლა რაც შეეხება დღეს ჩემს მიერ მოსმენილ ისტორიებს. ეხლა ვეცდები მართლა ემოციების გარეშე, დღეს ძალიან რთული დღე მქონდა, მაგრამ ვეცდები რომ ემოციების გარეშე მოგიყოთ ეს ყველაფერი. დღეს ველაპარაკე რამდენიმე ადამიანს სხვადასხვა სოფლიდან. ერთი არის გორაბერეჟოლში, ჩაგეტილები არიან. ცენტრალურ გზაზე, რომლებზეც გაიარა ბახმაროდან ჩამოყვანილმა ტექნიკამ, როგორც მითხრეს, ორმა მითხრეს ერთდროულად, რომ თოვლი დაბეკნეს, ანუ დატკეპნეს ასფალტიდან 60 სანტიმეტრზე და იმ დაბეკნილ თოვლზე რო დგები, ვარდები შიგ. და მერე დაჭირდათ სხვა ადგილობრივი აჭარლების ტექნიკა, რომ ეს გზა თავიდან დაებეკნათ. ხო, პირველი გორაბერეჟოული ჩაკეტილები არიან, არ არის გზები, რომ ცენტრალურ გზაზე გამოვიდნენ, ამაზე კიდე ვილაპარაკებ ცენტრალურ გზებზე. და იმ ოჯახს, ვისაც ველაპარაკე, არ აქვს ნამდვილად ბევრი შესაძლებლობა და მით უმეტეს აი ამ სიძვირის პირობებში არ აქვს პროდუქტების მარაგის გაკეთების შესაძლებლობა. ამაზე თავს დავდებ, იმიტომ რომ კარგად ვიცნობ. ამ ხალხს და მათი სრულიად შეუძლებელია თუნდაც ერთი კვირის პროდუქტები მოიმარაგონ. ეს ერთი, რა უნდა ქნან? ცხადია, ან უნდა იშიმშილონ, ან მეზობლები დაეხმარებიან, რა თქმა უნდა. ესე დაწურილებით არ უთქვამს, რომ პირდაპირ არ უთქვამს, რომ შიმშილობენ, მაგრამ მეზობლები ეხმარებით ერთმანეთს. ჩაკეტილები არიან, ვერ გამოდიან. მეორე
სუპერმარკეტში ვიყავი ჩასული და დამხვდა მხოლოდ 2 მოლარე, ზოგადად ბევრი ასისტენტია ხოლმე, გამყიდველი. რა მოხდა მეთქი ორნი დავრჩით, იმიტომ რომ სხვები ვერ დადიანო, ვერ გამოდიანო სახლიდან, გადაკეტილია გზები. მე ურჩებიო ჩოხატაურშიო და ერთ-ერთ სოფელში ყავს ოჯახი. ამ სოფლიდან სხვადასხვა ვიდეოებიც დაიდო, რამდენიმე სოფლის გაწმენდის ვიდეოები დაიდო მერის გვერდზე, რომ წმენდნენ ცენტრალურ გზებს, როგორც გითხარით, ცენტრალურ გზებზე კიდევ ვილაპარაკებ. ცენტრალურ გზებს წმენდნენ და ვკითხე, რომ მეთქი თქვენ სოფელში ხომ ცენტრალური გზა გაიწმინდა, ნახე მეთქი ამის ვიდეო და ჩაეცინა. და მეუბნება, რომ კამერების წინო, მეთქი ბოდიში კამერების წინო, კამერები რომ გამართესო, ტრაქტორი გაჩერდაო და წავიდნენ. რაც გაწმინდესო, ისო, აი ზუსტად ისევე, ასფალტიდან 60 სანტიმეტრში არის დაბეჭდილი და შიგანო რომ დგება მანქანა ვარდება. მოკლედ ესე. მესამე ხიდის თავთან ერთი სოფელია. იგულისხმეთ ხიდის თავიც, იმიტომ რომ იგივე მდგომარეობა. იქაც ზუსტად იგივე მდგომარეობა გზების მხრივ, ანუ სრული უგზოობა. იქ ჩამოინგრა დღეს 4 სახლი, ვიმეორებ ბოსლებს და საქათმეებს და ესეთ რაღაცებს არ ვთვლი, ესენი უმეტესობა ჩაწოლილია. როდესაც ერთ-ერთმა მცხოვრებელმა დარეკა 112-ში, მათ უთხრეს, რომ გადაგამისამართებთ ჩოხატაურის ადმინისტრაციულ ერთეულთან. გადაამისამართეს ჩოხატაურის ადმინისტრაციულ ერთეულთან და ეს კაცი ეუბნება ინს დარეკა, რომ ანუ სახლი ჩამოსათოვლია და თუ არ ჩამოვთოვლი დამენგრევა და გამოუშვით მაშველები, ხომ მყავთ მაშველები, გამოუშვით. და ისინი ეუბნებიან, რომ სანამ სახლი არ დაინგრევა, ეს ჩვენი საქმე არ არის. ეს მე ხა ვლაპარაკობ აბსოლუტურად პირველი პირიდან მოსმენელ ფაქტებზე. ჩემი ყურით რაც მაქვს მოსმენილი იმ ადამიანების ამბები, ვისაც ეს შეემთხვა. ანუ სახლი სანამ არ დაგენგრევა, ეს ჩვენი საქმე არ არის. ეს კარგად დაიმახსოვრეთ. ეს არის სტატისტიკისთვის მერე რამდენი სახლი დაინგრა, რამდენი გასწორდა მიწასთან, რამდენი ადამიანი დაიღუპა, ეს ყველაფერი დარჩება სტატისტიკად, იმიტომ რომ ადამიანები მათი მთელი ცხოვრების ნაშრომი, რომელიც ამ სახლებში აქვთ, იმიტომ რომ სახლში გაქვს ყველაფერი, რაც გაგიკეთებია მთელი ცხოვრების განმავლობაში, დარჩება სტატისტიკად ვიღაცისთვის. მე ძალიან გამეხარდა თავდაპირველად რომ გავიგე, რომ ჯარი ჩამოვაო. მე სამწუხაროდ არ მინდაც რომ ინფორმაცია გავავრცელო, მაგრამ ყველას სადაც ველაპარაკე, რომელ სოფელშიც გორაბერეჟოული, იანეული, ხიდისთავი, ქვენობანი. იქ ჯარი არ გამოჩენილა. ეხლა ცენტრალურ გზებს რაც შეეხება. ცენტრალური გზის გაწმენდა არის, როგორ გითხრათ, საქმის ნახევარიც არა. იმიტომ რომ მე სადმე წახვიდე ამ ცენტრალური გზიდან. ყველა ცენტრალურ გზასთან არ ცხოვრობს. იქ არის ძალიან ბევრი შუკა, ქუჩა, რომლის გაწმენდასაც სჭირდება ან ტექნიკა, ან ძალიან ბევრი ადამიანის დიდი ფიზიკური ძალა, ამიტომ გამეხარდა მე, რომ ჯარი ჩამოვიდოდა და რაღაცნაირად მოგვეშველებოდნენ და ადამიანებს არ გაუნადგურდებოდათ ეს მთელი ცხოვრების ნაშრომი. ჯერჯერობით რასაც ვისმენ, სამწუხაროდ სანუგეშო ამბები არ არის. ხო და რას ვამბობდი? აი ამ შუკების და გვერდითა ქუჩების ცენტრალური გზა რაც არ არის, ხო? გვერდითა ქუჩების გათოვლას, გათავისუფლებას. ჭირდება ძალიან დიდი ფიზიკური ძალა, ძალიან ბევრი ადამიანის. ეს ძალა არ არის. სამწუხაროდ. ძალიან მტკივნეული საკითხია, ძალიან მტკივნეული მოსასმენია, როდესაც ისმენ, იმიტომ რომ მე ჩემს რამდენიმე დღე ვიჯექი დაძაბული ჩემს სახლში, სახურავი ჭრაჭუნებდა და ველოდებოდი, რომ ჩამოინგრეოდა ჩემი სახლი. დღეს დამითოვლეს სახლი, ეხლა ვზივარ და არ მეშინია რომ თავზე დამექცევა.
დღეს კიდევ ველაპარაკე ერთ მოხუცს, რომელიც აქვე დაბაში ცხოვრობს. დაბა ჯოხადაურში. და გუშინ მთელი ღამე გავათენო, იმიტომ რომ მეშინოდა რომ საფრთხეზე დავამხებოდა. და ეხლა მეზობლის ბიჭმა გადმომითოვლაო და დღეს უშედეგად დავიძინებ. მართლა ჩაივლის ეს ემოციები, მაგრამ ფაქტები დარჩება. ფაქტები დარჩება, ვინ რა გააკეთა, რა დაშავდა და რისი გაკეთება შეიძლებოდა. ჯერჯერობით ამით გემშვიდობებით და მე აუცილებლად დავწერ ან ჩავწერ ამ ყველაფერზე ერთ ვრცელ ვიდეოს ან ტექსტს, იმედია რომ თავი არ მოგაწყინეთ.